გამარჯობა ჩემო ძვირფასო ვერძებო, როგორ ხართ? სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მოგიმზადეთ. 1 სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურთან. საოჯახო საქმების გამო ან ასაკით უფროსი ადამიანებისგან, ეს შეიძლება იყოს ან ასაკით უფროსი, ან თანამდებობით, შეიძლება იგრძნოთ ზეწოლა. ვალდებულებების გამო თითქოს პირადი ცხოვრებისთვის დასვენებისთვის აღარ გრჩებათ დრო. ზოგიერთ რთული საუბარი გელოდებათ ნათესავებთან. 8 სექტემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები, ან მეგობართან გააბათ რომანი. შეიძლება ერთმა მეგობარმა თავისი იდეები გაგანდოთ და ერთად დაიწყოთ საქმიანობა. 10 სექტემბერს მერკური სასწორში გადადის. გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან, საქმიანი მიმოწერა, მივლინება, შეიძლება გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება. თქვენი საუბარი გახდება უფრო დიპლომატიური და ჰარმონიული. 10 სექტემბერსვე ვენერა მორიელში გადავა. დროულად გადაიხადეთ დავალიანება, ჯარიმა, შეიძლება მიიღოთ ფული დაზღვევიდან ან დახმარება. პარტნიორი დაგეხმარებათ საქმების მოგვარებაში. შეიძლება ერთად დაიწყოთ რამე საქმე. განსაკუთრებით თუ აღმოსავლურ პრაქტიკებთან, ფსიქოლოგიასთან ან სილამაზესთან გექნებათ დაკავშირებული. 11 სექტემბერს 7 საათსა და 26 წუთზე თბილისის დროით ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში. სიახლეები გელოდებათ ყოველდღიური საქმიანობის სფეროში. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრება, შეიცვალოთ დღის განრიგი, გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა, ზოგიერთმა კი დაიწყოთ მუშაობა. 12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, რომ არც სხვამ მოგატყუოთ და არც თქვენ გქონდეთ ბუნდოვანება. თუ დამოუკიდებლად ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ, გამოცდილ მეგობრებს. 14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან. მივლინება, პარტნიორებთან კომუნიკაცია, ზოგადად საუბრები და მიმოწერა იქნება აქტუალური. შეიძლება პარტნიორთან ერთად დაიწყოთ რამე საქმიანობა. შეიძლება მოულოდნელად სულ სხვა სფეროში აღმოჩნდეთ, ან ორიგინალური იდეა განახორციელოთ. ზოგიერთი შეიძენთ ავტომობილს, რადგან ურანია აქ ჩართული, ალბათ ელექტროს, ან გაჯეტებს, ან ორიგინალურ ხელსაწყოებს. 15 სექტემბრიდან შავი მთვარე, ანუ ლილიტი, ჩვენი ილუზიები, ცდუნება და შიშები, დატოვებს მშვილდოსნის ნიშანს და 9 თვით თხის რქაში იქნება. ფრთხილად მოაგვარეთ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საკითხები. გაფრთხილდით, რომ ვინმემ განზრახ არ დაგაზარალოთ, არ შეგელახოთ რეპუტაცია და სტატუსი. 15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან. გაფრთხილდით, რომ ფინანსების გამო არ იჩხუბოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფინანსების გამო ზეწოლას განიცდით პარტნიორებისგან. შეიძლება იყოს მოულოდნელი შემოწმება და ეცადეთ წესრიგში გქონდეთ ფინანსური დოკუმენტები. შეიძლება მოგემატოთ ხარჯი. 23 სექტემბერს მზე სასწორში გადადის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა. მეტი დრო უნდა დაუთმოთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. დაეხმაროთ მას და თუ თქვენ გჭირდებათ გვერდში დადგომა, არ მოგერიდოთ თქმა. გახდებით მეტად რომანტიკული. კარგი იქნება თუ მოუწყობთ საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზებს, დაპატიჟებთ პაემაზე. თავისუფლები კი გააქტიურდით, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი გყავდეთ. 26 სექტემბერს თბილისის დროით 20 საათსა და 48 წუთზე სავსე მთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში. წარსულში უნდა დატოვოთ ყველა შიში და წარუმატებლობა. უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც წინსვლაში მიზნების განხორციელებაში გიშლით ხელს. უნდა დაასრულოთ ის საქმეები, რაც წელს გაზაფხულზე დაიწყეთ, ან მიიღებთ შედეგს და დაინახავთ, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ გზა მომავალში. 28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან. მიიღებთ მოულოდნელ ინფორმაციას, სტუმარს, შეტყობინებას, რაც სასიკეთოდ შეგიცვლით საქმეს, ან ურთიერთობას, რაც მოგიტანთ ახალ იდეას. შეიძლება მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება. ამავე დღეს 28 სექტემბერს თქვენი მმართველი პლანეტა მარსი კირჩხებიდან ლომში გადავა და დარჩება 26 ნოემბრამდე.
ენერგია და ენთუზიაზმი მოგემატებათ, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, გააქტიურდეთ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, მათ ცხოვრებას, ამასთან მოერიდეთ კამათს ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან. 30 სექტემბერს მერკური გადავა მორიელში. უნდა მოაგვაროთ ფინანსური, საბუღალტრო და საბანკო საკითხები. ეცადეთ, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოთ ის, რისთვისაც ფულს აგროვებდით. არაა გამორიცხული, რომ დაგაინტერესოთ ეზოთერიკულმა ლიტერატურამ, დეტექტივებმა და საგამოძიებო საქმეებმა. ასეთი შეიძლება იყოს სექტემბერი თქვენთვის, ჩემო ძვირფასო ვერძებო. მე ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. დროებით!